მომდევნო წლების განმავლობაში კომპანიებს, ექსპერტებს და პირად ბრენდებს მოუწევთ ისწავლონ მედია ბიზნესებივით აზროვნება. ყველამ ვიცით, რომ პროდუქტი, ცოდნა ან კარგი სერვისი საკმარისი აღარ არის. მნიშვნელოვანია მუდმივად შეგვეძლოს ყურადღების მიქცევა, ადამიანების მეხსიერებაში ადგილის დამკვიდრება და ასოციაციების შექმნა. ხო და ბუნებრივად ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ უნდა აწარმოონ კონტენტი კომერციულმა გვერდებმა ისე, რომ ადამიანებთან დაკავშირება შეძლონ? ტრენდებზე უნდა იცეკვონ? მე მაგალითად საერთოდ არ ვიცი ცეკვა, არც ტრენდებზე და არც ისე. რა ვქნა? დღეს ვისაუბრებთ მედია ბიზნესზე როგორც მოვლენაზე და განვიხილავთ, რა შეიძლება გააკეთონ ექსპერტებმა, პირადმა ბრენდებმა თუ კომპანიებმა, რომ ახალ რეალობას აუწყონ ფეხი. სანამ დავიწყებთ, რამდენიმე მიზეზს მოგცემთ, რატომ უნდა მომისმინოთ. მე მარიამი ვარ, ყოფილი მარკეტინგის დირექტორი Big Tech-ში. ვცხოვრობ ესტონეთში. სამსახურის პარალელურად დავაფუძნე ორი სტარტაპი, საიდანაც ერთმა ესტონეთის სახელმწიფოსაგან ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიიღო. ამჟამად ვარ მედია სტუდიის მმართველი პარტნიორი ესტონეთში და ამავე პროექტის ფარგლებში მოვიგე ევროკავშირისგან გრანტი. რაც დიდ პასუხისმგებლობა და ტვირთად მაწევს ხრებზე. მოკლედ, ამით დავასრულოთ და გადავიდეთ ჩვენს ვიდეოზე. რას ნიშნავს მედია ბიზნესი? მედია ბიზნესი არის კომპანია, რომელიც ქმნის კონტენტს აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად. შემდეგ კი რეკლამის, ფასიანი გამომწერების თუ ლიცენზირების საშუალებით იღებს შემოსავალს. ასეთ შემთხვევაში თვითონ კონტენტი არის პროდუქტი და ადამიანის ყურადღების მიქცევა, შენარჩუნება და მასში ემოციების აღზრდა კი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი. აქვე მესმის თქვენი შეშფოთებული კითხვა. კი, მაგრამ ჩემი ბიზნესი ხო არ არის კონტენტი. მე ცოდნას ან პროდუქტს ან საერთოდ უბრალოდ ექსპერტი ვარ და კონსულტაციების ჩატარება მინდა. რა შუაში აქვს მედია ბიზნესი? მე მასწავლებს, რომ პროდუქტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მარკეტინგი. ახლა კიდე საერთოდ მედია ბიზნესი. მეგობრებო, თუ გსურთ რომ ადამიანებს ახსოვდეთ და თქვენთან ინტერაქცია მოუნდეთ, იქნება ეს პროდუქტის ყიდვა თუ რეკომენდაციის გაწევა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს არხებში არსებულ კონტენტს როგორც პროდუქტს ისე შეხედოთ. ამის დასამტკიცებლად მინდა რომ ცოტა ხანი დავპაუზდეთ, რევერსული მეთოდი გამოვიყენოთ და ცოტა ხანი უკან გადავარდეთ და საწყისებიდან დავიწყოთ განმარტება და ბოლოს მოვიდეთ ამ იდეამდე. ამიტომ აი აქ დავპაუზდეთ ახლა. წარმოიდგინეთ რომ აწარმოებთ პროდუქტს. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, ცოდნა ან გამოცდილების გაზიარება. იმ ლოკაციაზე, სადაც ამ სერვისის მიწოდება შეგიძლიათ, 1000 პოტენციური კლიენტი ყავთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი 5 წელიწადში 5000-მდე გაიზრდება. ამასობაში ჩნდებიან სხვა კომპანიებიც და კონკურენციის გასაწევად გიწევთ მაგალითად ფასით მანიპულირება, დისტრიბუციის არხებში დომინირება, პროდუქტის მუდმივი დახვეწა, მაგრამ ეს არ კმარა. ნელ-ნელა ეს კონკურენტები გეწევიან და ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებენ თქვენ სტრატეგიას. მოდი ახლა იგივე მოვატრიალოთ ექსპერტზე და წარმოვიდგინეთ, რომ ბაზარზე 500 სამუშაო ადგილი და 200 კლიენტია, რომელსაც თქვენი მომსახურება სჭირდება. ამასთან ნელ-ნელა იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც იგივე ხარისხით შეუძლიათ სერვისის გაწევა. რაღაც შემთხვევაში კი უფრო იაფადაც კი. ისმის კითხვა. რა არის თქვენი გამარჯვების სტრატეგია? იმისთვის, რომ ადამიანებმა ყოველ ჯერზე თქვენ აგირჩიონ, მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, გენდობოდნენ და იმედებს არ უცრუებდეთ. ეს წარმოუდგენელია ბრენდის შენების და ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე. მარკეტინგით ზუსტად ეს არის. მეტა იდეის აღება, ფორმატ ქცევა და მერე სხვადასხვა არხების მეშვეობით ადამიანებამდე მიტანა. რა თქმა უნდა, გაყიდვების პროვოცირების მიზნით. საუკეთესო მარკეტინგული არხი, რომელიც ნარატივის კონტროლის საშუალებას და ზემოთხსენებული ტაქტიკის განხორციელების საშუალებას გაძლევთ, არის სოციალური მედია. მოდით ჩვენში ამ არხს კრებით დავარქვათ owned channel, ანუ არხები, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ და შესაბამისად ნარატივს მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. ახლა შემდეგი კითხვა ისმის, როგორ ვმართოთ ეს არხები ისე, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ადამიანებს და თან კომერციული მიზნებით შევასრულოთ. ამ ვიდეოში ვერ გასწავლით მედია ბიზნესი როგორ აწყოთ, მაგრამ მოგცემთ 6 პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სწორად შეხედოთ პროცესს. პირველი, იპოვე შენი რატომ? ვიცი რომ მას ბევრი გეუბნებათ. თუ არ გაქვს გრძელვადიანი მიზანი, მუდმივად დაგტანჯავს ტექნიკური საკითხები. მაგალითად, რა დაპოსტო, როგორ დაამონტაჟო ან დაადიზაინო პოსტი. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეს საფუძველი ბრენდის სტრატეგიის სახით. ეს ეხება როგორც კომპანიებს, ასევე პირად ბრენდებსაც და ექსპერტებსაც. ჩვენი გუნდი უკვე ამზადებს პირადი ბრენდის სტრატეგიის კვლევის ვიდეოს, ამიტომ აუცილებლად გამოიწერე არხი, იმიტომ რომ ამ ეტაპზეც კი უკვე ძალიან საინტერესო გამოდის ეს ვიდეო. ასევე მნიშვნელოვანია გაიაზროთ თავად რატომ გჭირდებათ სოციალური ქსელები. გაყიდვების გასაზრდელად, ერთგული კომუნის შესაქმნელად, პროფესიული ავტორიტეტის და რეპუტაციის გასაძლიერებლად, კონკურენტების ჩასაძირად, რა ვიცი, ლიდის ღირებულების გასაიაფებლად თუ რაში გჭირდებათ. რომ ამის გარეშეც პრინციპში თამამად შეგიძლიათ ბიზნესი აშენოთ, ცოტა სხვა ჟანრში.
მიზნების ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გრძელვადიანი ხედვის გარეშე პატარ-პატარა ნაბიჯებს ვერ გადადგამთ. ამისთვის კი აუცილებელია გქონდეთ მოპოვებული თქვენი რატომ. მეორე, დაიწყე სისტემის შენებაზე ფიქრი. კონტენტის წარმოება მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ფორმატზე მუშაობთ. სისტემის შექმნა შეიძლება რამდენიმე ფენად დავყოთ. პირველი ეს არის დიდი იდეის პატარა ნაწილებად დაშლა, შემდეგ ამ პატარა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება და კონტენტის კვლავ წარმოება. მეორე, რუტინა და თანმიმდევრულობა. მე მჯერა, რომ წარმატება არის დაგროვებითი ეფექტი და პატარ-პატარა ნაბიჯების ერთობლიობა. და ბოლო, რელევანტური კომპეტენციებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ეტაპზე არსებულ ამოცანას უმკლავდება. მესამე, იპოვე ფორმა, რომლითაც სათქმელს გამოხატა. შინაარსი არის იდეა, რომლის გაზიარებაც გინდა. აი ფორმა კი ის მეთოდია, რომლის მეშვეობითაც ამ იდეას ადამიანებამდე მიიტან. რეალურად საინტერესოც შერჩეული ფორმა ხდის იდეას ყურებაც. ესე იგი, მრავალი ფორმატი არსებობს. ეს არის გრძელი ფორმის ვიდეო, მოკლე ფორმის ვიდეო, კარუსელი, ტექსტური პოსტი, ისტორიები, ლაივ სესიები, ბლოგი, იმეილი, რა ვიცი, ალბათ ბევრი გამომრჩა კიდევ. თითოეულ მათგანს ასევე აქვს თავისი ქვეჟანრები. ვლოგი, მოლაპარაკე თავი, სინემატიკური სტორიტელინგი და რა ვიცი, ასე შემდეგ. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ის ფორმა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს იდეას და ამავდროულად გაკეთებადია და არ მოგცემთ საშუალებას თანაბრად, ანუ ძალიან მარტივად უნდა შეგეძლოთ მისი გაკეთება. მეოთხე, ამბის თხრობა. შინაარსი და ფორმატი მხოლოდ დასაწყისია. რეალური განსხვავება იმაშია, რამდენად კარგად შეგიძლიათ იდეის გადმოცემა. ადამიანებს ფაქტებზე მეტად ისტორიები ამახსოვრდებათ. მშრალი ფაქტების მიღება, რა ვიცი, ნებისმიერ შეუძლებლობა ChatGPT-ს დახმარებით და საერთოდ არ არის აუცილებელი ამისთვის თქვენს გრძელ ვიდეოებს უყურონ. უბრალოდ შეუძლიათ კითხონ რაღაც ChatGPT-ს და მიიღონ პასუხები. ამიტომ მის მიერ გენერირებული ტექსტის სწრაფ მონტაჟი, გახვევა და შემდეგ ამის ტრანსლირება, რა ვიცი, ძალიან უსარგებლო და უმადური საქმეა, ამიტომ ძალიან გთხოვთ შეეშვათ. ყველაზე მარტივი ან ერთი შეხედვით მოსაწყენი ინფორმაციაც კი შეიძლება საინტერესო გახდეს თუ სწორად არის მოთხრობილი. ნებისმიერ ამბავს აქვს დასაწყისი, კულმინაცია, კონფლიქტი, plot twist-ი და დასასრული. მაშინაც კი თუ ფინანსურ ანალიტიკაზე, გადასახადებებზე ან რა ვიცი, კოსმოსზე ვსაუბრობ. სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ვიდეო კონტენტის შემთხვევაში, ამბის თხრობას სხვა ელემენტებიც აძლიერებენ და შესაბამისად უფრო მარტივი წყდება რაღაცნაირად ემოციური კავშირი გავაბათ მაყურებელთან. ეს არის ვიზუალური ესთეტიკა, დიზაინი, მოძრაობა, ინტერაქტიული ელემენტები და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მონტაჟი, იმიტომ რომ მონტაჟი არ არის უბრალოდ კადრების ერთმანეთთან შეწებება. კარგი მონტაჟი პირველ რიგში გეხმარებათ, რომ საინტერესოდ მოყვეთ ამბავი. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალურ ქსელებში ნებისმიერი კონტენტი შეიცავს ამბავს, რომლის სწორად გადმოცემაშიც ჩართულია მრავალი ელემენტი. ამ ყველაფრის გემოვნებიანად კომბინაცია კი აქცევს თქვენს კონტენტს ყურებაც და დასამახსოვრებელს. და არა მხოლოდ ფაქტი, რომელიც შიგნით ახსენეთ. სოციალურ ქსელებში როგორც კი შემოდიხართ, მხოლოდ ფაქტებით ერთმანეთს არ ეჯიბრებით, ფორმით ეჯიბრებით. რამდენად ყურებადია ვიდეო, გამოიწვევს თუ არა დისკუსიას, გადაზიარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააჩენს თუ არა ყიდვის სურვილს. მეხუთე, ტესტე და ანალიზე. მაგრამ როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სწორი ფორმა ან ამბის თხრობის ტექნიკა ავარჩიეთ? პასუხი მარტივია. დატესტეთ. პირველ რიგში აირჩიეს ფორმატები, რომელთა შექმნაც არსებული რესურსებით შეგიძლია. ამის შემდეგ ჩამოაყალიბე ჰიპოთეზა, დააპაუზე ხა ეკრანი და ნახე, როგორ უნდა ჩამოაყალიბო ჰიპოთეზა, დატესტე ფორმატი, დატესტე სათქმელი, დატესტე დიზაინის ელემენტები, რა თქმა უნდა შეაფასე შედეგები. სასურველია ყოველ კვირას ჩაატარო მცირე ექსპერიმენტები. ხანდახან მოგიწევს ცოტა გრძელვადიანი ექსპერიმენტების ჩატარებაც, მაგრამ აი ეგრე დაყავიან, მოკლე ექსპერიმენტები და გრძელვადიანი ექსპერიმენტები გქონდეს. არ შეგეშინდეს წარუმატებლობის. რაც უფრო სწრაფად აღმოაჩენ რა არ მუშაობს, მით უფრო სწრაფად მიხვდები რა მიმართულებით უნდა განაგრძო განვითარება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰიპოთეზების დასახვისას მკაფიოდ განსაზღვრე, რას გულისხმობ წარმატებაშიც და წარუმატებლობაშიც. შესაძლოა ერთი ფორმატისთვის წარმატების საზომი ნახვები იყოს, მეორესთვის კი, რა ვიცი, ნდობის ჩამოყალიბება, ან შემომავალი შეტყობინებების ზრდა, ან გაყიდვების ზრდა. ეს შენზე უკვე დამოკიდებული და შენს გრძელვადიან მიზნებზე. მეექვსე, დაუკავშირდი ადამიანებს და შექმენი ურთიერთობები. როგორ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი კონტენტი რეალურად მუშაობს? მხოლოდ ნახვების რაოდენობა ამ კითხვაზე პასუხს ვერ მოგცემთ. რეკლამას ან თვითონ ნახვებს რომ ყიდეთ, კიდე ხო, მაგრამ თუ ბრენდს ქმნით და ამას თავზე ბიზნესს აშენებთ, სხვა უფრო საინტერესო მეტრიკების შემოტანა მოგიწევთ. მაგალითად, როგორიც არის გადაზიარებები, კომენტარები, პირადი შეტყობინებები, დისკუსიები, განმეორებითი ინტერაქციები. აი წარმოიდგინეთ, თქვენმა ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვა, მაგრამ არავინ მოგწერათ. ანუ არანაირი ეფექტი ამას არ ქონდა. აი რა აზრი ქონდა ამ მილიონ ნახვას. არა, აქვს აზრი ამასაც ცხონერად გამოვიყენებთ, მაგრამ
მაინც ურთიერთობები ორმხრივი პროცესი, ამიტომ არ დაგავიწყოთ. კომენტარებზე პასუხი, დისკუსიებში ჩართვა, მადლობის გადახდა, რა ვიცი, პირად შეტყობინებებში ადამიანებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით თუ კომპანია ხარ, მე ვიცი რომ ძალიან ბევრს ერიდება და იქ მაგ შემოიფარგლებიან ხოლმე პასუხით პირადში მოგწერეთ. აი ამის გარდა უამრავი რაღაც არის, რაც შეგიძლიათ რომ მომხმარებელს კომენტარის ველში დაუტოვოთ. საიდუმლოდ გამოგიტყდებით რომ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში თალკე კადრიც კი ყავდა, რომელიც ასე კომენტარებზე მუშაობდა. მოკლედ, დასრულდა ჩვენი საექსპერიმენტო ვიდეოების სერიიდან პირველი ვიდეო, მოგვილოცეთ და თუ სასარგებლო იყო, გამოხატეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგველოდოთ, იმიტომ რომ შემდეგი ვიდეო გამოვა ორშაბათს 11 საათს. აბა ნახვამდის.